10 ოქტომბერს გამართულ ღია ტურნირში კარატე-დოში ზუგდიდელი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. ტურნირი ქალაქ ფოთში ჩატარდა და მასში მონაწილეობა საქართველოს ყველა რაიონიდან მოწვეულმა ნორჩმა კარატისტებმა მიიღეს. 6-დან 18 წლამდე ასაკის კარატისტები ღია ტურნირში პირველობის მოსაპოვებლად ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, სადაც ჩვენი ქალაქის ღირსებას პირველი და მეორე საჯარო სკოლის 10 მოსწავლე იცავდა. ბავშვებმა საკმაოდ წარმატებულად იასპარეზეს და ზუგდიდში 4 პირველი, მეორე და მესამე ადგილებით დაბრუნდნენ. ზუგდიდელები წარმატებით გამოვიდნენ პირველი და მეორე საჯარო სკოლის მოწაფეებმა 4 პირველი ადგილი და მეორე და მესამე ადგილები ჩამოიტანეს. ფოთში ჩატარდა ფოთის ღია ტურნირი კარატე-დოში, სადაც მივიღე მონაწილეობა. 4 ბრძოლის შემდეგ დავიკავე პირველი ადგილი. ტურნირში ყველაზე პატარა მოასპარეზე ზუგდიდელი ნიკუშა დარასელია იყო. მან ორთა ბრძოლაში ყველაზე საუკეთესო წოდება მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა. ქალაქ ფოთში ჩატარდა ღია ტურნირი და დავიკავე პირველი ადგილი. ზუგდიდელი კარატისტები სულ მზადებას გადიან, რათა 7 დეკემბერს სომხეთში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირში მიიღონ მონაწილეობა. ტარდება სომხეთში ღია ტურნირი, საერთაშორისო ტურნირი კარატე-დოში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ისევ და ისევ ჩვენი მოწაფეები, ბავშვები საკმაოდ მონდომები და შემართებით ემზადებიან, ყველაფერს მაქსიმალურად ვაკეთებ. ღია ტურნირში გამარჯვებული კარატისტები საქართველოს კარატე-დოს ფედერაციის პრეზიდენტმა მამუკა ყურაშვილმა პირადად დააჯილდოვა. ტურნირის ყველა მონაწილე დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვდა.